ნარკოპოლიტიკა მკაცრდება, ახალ რეფორმას ქართული ოცნება ამზადებს. პარლამენტში უკვე წარდგენილია 8 სხვადასხვა კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონებში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელი მაქსიმალურად მკაცრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი პირს 5 წლამდე ვადით შეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობის და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვის და ტარების უფლება. თუ ადამიანი, რომელიც გაასაღებს, ანუ მატერიალურ სარგებელს თანხას მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის იქნება პასუხისმგებლობა უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით. იმ ნარკოტიკთან, რომელსაც აქვს დაბალი დოზები, პასუხისმგებლობა დაიწყება 12 წლიდან და ხოლო რომელსაც აქვს დიდი ოდენობები და განსაკუთრებით დიდი ოდენობები 14 და 16 წლიდან დაიწყება პასუხისმგებლობა, რომელიც 20 წლამდე ან უვადო პასუხისმგებლობას გამოიწვევს. მომხმარებელს 3 წლის განმავლობაში აეგრძალება მართვის მოწმობა, ნებისმიერ მართვის მოწმობაზე არის, მართვაზე არის, ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზეა საუბარი, ხოლო 5 წლის განმავლობაში აეგრძალება პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო სამსახურში თანამდებობის იქნება საქმიანობის უფლება და ამავდროულად იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი მეგობარი აქტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებულები არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ავტორების აზრით, ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის და მისცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს საკუთარი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობა აღადგინონ. დოკუმენტის მიხედვით საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ საჭიროა საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტი ზედამხედველობა. ამასთან იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც აქტის ავტორების მტკიცებით საქართველოში დემოკრატიას ძირს უძღიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება. იმიტომ რომ მეგობრული და მეგობრობასთან კავშირი აღნიშნულ აქტს არაფერი არ გააჩნია, ეს არის ჩვეულებრივი მტრობა და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან კარგად ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულად deep state-ს, ემსახურებიან deep state-ს, შესაბამისად არანაირი ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნულს. ჭიათურაში მე-12 დღეა მაღაროელების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ კუთვნილ ხელფასებს კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურიდან გასვლას, სახელმწიფოს მიერ საწარმოს მართვის გადაბარებისა და სპეციალური ფონდის შექმნას, სადაც კომპანიის მოგების 5% ჩაირიცხება და ჭიათურის განვითარებას მოხმარდება. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ალტერნატიული სამუშაო არ აქვთ, მათივე განცხადებით, აქვთ ბანკის ვალები და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. მაღაროელები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. აქტოვეს საერთოდ ულუკმაპუროთ. არანაირი სამსახური, არანაირი სხვა პერსპექტივა ჩვენ არ აქვს ამ ქალაქში. სხვა არაფერი არ ვიცით, არც მეტი განათლება არ გვაგვაჩნია სამწუხაროდ ზოგ-ზოგიერთს და დავუშვით ესე ამ გაურკვევლობაში. აღარც ხელფასი აღარ მოგვეცემა, რამდენიმე მეორე თვიარი არ გვაძლევენ და რა ვიცი მეტი რა გითხრათ. გამოსავალია მთავრობის უშუალო ჩართულობა. საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ ვოლცი. უკრაინულ დელეგაციას შეხვედრაზე წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ერმაკმა მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას
მაგიდასთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა. მისი თქმით, ომის დასრულება ყველაზე მეტად უკრაინას სურს და ეს მხოლოდ დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი. პარალელურად Sky News-ი ირწმუნება, რომ ამერიკული დელეგაციის წევრები მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ კიევის მოსაზრებას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ომის დასრულებისთვის უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს. საუდის არაბეთში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა მას მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია. თეთრმა სახლმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ 50 გამარჯვების სია გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან საუდის არაბეთში ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევის მიზნით დასვა, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის მხრიდან მზარდი მტრობის ფონზე ევროკავშირს სურს გამოიყენოს თავისი ფინანსური ბერკეტები, რათა გააძლიეროს და დააჩქაროს თავდაცვის წარმოება. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის სამხედრო მარაგში არსებული ხარვეზების შევსებისა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობაა. პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი არ შეიძლება, მისი მხოლოდ შეკავებაა შესაძლებელი, განმარტა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, რუსული სამხედრო კომპლექსი აღემატება ევროპულს და კრემლი უფრო მეტს ხარჯავს იარაღზე, ვიდრე მთელი ევროპა ერთად. ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე დროულად უნდა იზრუნოს. პაველის თქმით, ევროპა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების გარეშე დარჩეს და ამიტომ უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკუთარი ძალებით მოუწევს. პაველი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა თანამოაზრეებთან ერთად თავდაცვის გაძლიერების საკუთარი გეგმა უნდა შეიმუშაოს და პარალელურად ვაშინგტონთან აწარმოოს დისკუსიები. რუსეთის რეგიონებზე უკრაინის თავდასხმის გამო დრუჟბის მილსადენით რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერდა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღდგენითი სამუშაოები მილსადენზე უკვე მიმდინარეობს და ნავთობის მიწოდება შესაძლოა მალე აღდგეს. სიარტოს განცხადებით თავდასხმა მოხდა მილსადენის ერთ-ერთ სადგურზე. სიარტოს თქმით, უნგრეთის ენერგომომარაგება არის სუვერენიტეტის საკითხი და ელოდება, რომ ყველა მხარე პატივს სცემს ამას. ცნობისთვის 11 მარტის ღამეს უკრაინა მოსკოვს ათეულობით უპილოტო თვითმფრინავით დაესხა თავს.